დღეიდან ბათუმი მე-9 კინოქალაქის სტატუსს იბრუნებს. საზეიმო გახსნის ცერემონიალი ბათუმის საზაფხულო თეატრში ამ წუთებში მიმდინარეობს. კინომოყვარულებს 6 დღის განმავლობაში მხატვრული და დოკუმენტური ფილმების ნახვა დახურულ და ღია სივრცეებში შეეძლებათ. კინოფესტივალზე მარი ბოლქვაძე მუშაობს. მარი, რა ხდება ამ წუთებში საზაფხულო თეატრში? დიახთეო, სადა უბრალო მარტივი და ყველაფერი ისე როგორც კინომოყვარულებს უყვართ. აი ესე ქონდა ჩაფიქრებული მე-9 ბიაფის ფესტივალი ორგანიზატორებს, რომელიც ამ წუთებში ბათუმის საზაფხულო თეატრის შენობაში მიმდინარეობს. დასაწყისში ორგანიზატორებმა აჩვენეს დამსწრე საზოგადოებას იმ ფილმების მოკლე კინოკოლაჟი, რომელიც მთელი 6 დღის განმავლობაში საკონკურსო და არასაკონკურსო ფილმების სექციაში იქნება ნაჩვენები. ასევე შემდგომ მიესალმნენ ისინი დამსწრეებს, აქ მოსულ მონაწილეებს და გააცნეს იმ პროგრამების შესახებ საუბრდნენ, რომელიც ასევე ფესტივალის განმავლობაში იქნება დღევანდელ დღეზე მოწვეული სტუმრები. ძნელი სათქმელია, რამდენად არიან ნამდვილად კინომოყვარულები, ეს უფრო მომდევნო დღეების განმავლობაში გამოჩნდება. აი ამ ოფიციალური წარდგენის შემდგომ უკვე იქნება სერგო ფარაჯანოვის ფილმის ჩვენება, რომელიც სიმბოლურია, რომ გახსნის ცერემონიაზე უჩვენეს. წელს 90 წლის იუბილე აღინიშნება სერგო ფარაჯანოვის და ასევე ქართველი რეჟისორის თენგიზ აბულაძის და აი ამ ადამიანების შემოქმედებას დაესწრება ფესტივალის კიდევ რამდენიმე დღე, მომდევნო დღეების განმავლობაში მათი შემოქმედებიდან გამოფენები და ასე შემდეგ უფრო დეტალურად თუ რა გველოდება ფესტივალის განმავლობაში მოგვიყვება ფესტივალის დამფუძნებელი და მენეჯერი ზვიად დელიზიანი. ზვიად, თუ შეიძლება მოგვიყევით კიდევ ერთხელ აი ამ საიუბილეო თარიღის შესახებ რა იქნება მომდევნო დღეების განმავლობაში, რო გითხრა, რაც შეეხება ფარაჯანოვს და თენგიზ აბულაძეს. ანუ ამ ორი რეჟისორის 90 წლის თავიდან მიძღვნილი არის ორი სემინარი, ანუ გაიმართება როგორც ფარაჯანოვის ისე აბულაძის კინოშემოქმედებისადმი მიძღვნილი სემინარები, რომელსაც დაეწევიან როგორც მოწვეული რეჟისორები, ისე ქართველი კინემატოგრაფისტები, ვისაც უმუშავია ამ რეჟისორთან და გაიხსენებენ მის შემოქმედებას. გარდა ამისა, ცხადია, რომ ნაჩვენები იქნება რამდენიმე ფილმი, ანუ ორი ფილმი არის ნაჩვენები ფარაჯანოვისა და თენგიზ აბულაძის, როდესაც თქონდა ძალიან საინტერესო და საინტერესო იქნება ყველა იმ კინომოყვარულთათვის, ვისაც შეიძლება ნანახი აქვს, მაგრამ კიდევ ერთხელ იქნებოდა გახსენება ამ შედევრების. და პლუს ამას საკმაოდ საინტერესო დამატებაა აი ამ წლის იუბილეის ის, რომ ფარაჯანოვის შემთხვევაში ჩვენ გვექნება ფოტო გამოფენა, იური მეჩტოვის ფოტო გამოფენა ფარაჯანოვისადმი მიძღვნილი და პლუს ამას ჩვენი პარტნიორები სამხრეთიდან ერევნის კინოფესტივალი, ერევნის ფარაჯანოვის მუზეუმის დირექტორი წარმოადგენს ფარაჯანოვის კოლაჟების გამოფენას და პლუს ასევე იქნება თენგიზ აბულაძის შესახებ ფოტო გამოფენა ორგანიზებული. გამოფენები ბათუმის ხელოვნების ღია სივრცეში, ახლად გახსნილ ღია სივრცეში გამოიფინება, როგორც ცნობილია. დიახ, და ასე რომ მთელი ფესტივალის განმავლობაში 17 სექტემბრიდან მაყურებლებს და არა მარტო ზოგადად მაყურებლებს, კინომოყვარულებს, ყველას ვისაც აინტერესებს მათი შემოქმედება, შეუძლიათ უფასოდ რა თქმა უნდა დაესწრონ ამ გამოფენას. რა შეეხება თვითონ ფილმებს და ფილმოგრაფიას, რამდენად საინტერესო არის წლევანდელი ფილმების აი ესე ვთქვათ ვინაობა, როგორც ვიცით, კანის კინოფესტივალიდან შეარჩიეთ რამდენიმე ფილმი, რომელსაც უჩვენებთ ბიაფზე ამაზე. ჩვენ როგორც წესი მთელი წელი მიმდინარეობს კინოპროგრამის შერჩევა. ანუ აქ ჩართული არიან როგორც ჩვენი პარტნიორები, მეგობრები, ვინც გვირჩევენ კინოინდუსტრიიდან, გარკვეულ რეკომენდაციებს გვაძლევენ, ასევე ჩვენს რამდენიმე კინოფესტივალს ვესწრებით, ცხადია, სადაც ხდება ახალი ფილმების ნახვა და შერჩევა და ვფიქრობ, რომ საკონკურსო სექცია დაკომპლექტებულია ძალიან საინტერესო და ძლიერი ფილმებით, რომელიც და ჟიურისაც დარწმუნებული ვარ, რომ ჟიურისთვისაც ძიული არ იქნება გამარჯვებულების გამოვლენა. რა თქმა უნდა, აქ უნდა აღინიშნოს ის ცალკე სექცია, მასტერ კოლექცია ეგრეთ წოდებული, სადაც ჩვენ ყოველწლიურად ძალიან ცნობილი და საინტერესო რეჟისორების ბოლო წლის ნამუშევრებს თავაზობთ და მათ შორის არის ასევე ძალიან ბევრი ფილმი, რომელიც კანის ფესტივალზე ვერნზე იყო ნომინირებული. რა შეეხება ქართულ ფილმებს, რა ადგილი ექნება წლევანდელ ფესტივალზე ქართულ ფილმებს, იმიტომ რომ ძალიან დიდი დაინტერესება არის ამ ფილმების მიმართ, მით უმეტეს ეს ფილმებს, რომელიც არ აქვს ნანახი ჯერ მაყურებელს. რა შეეხება ქართულ ფილმებს, ჩვენ რა თქმა უნდა მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ წარმოვაჩინოთ ქართული კინო. ნაჩვენები იქნება ორი ფილმი, მხატვრული და დოკუმენტური კონკურსში, ასევე რამდენიმე მოკლემეტრაჟიანი ფილმიც იქნება ნაჩვენები საკონკურსო და ჩვენ გვაქვს ცალკე სექცია ქართული პანორამა, სადაც რამდენიმე ფილმი ნაჩვენები იქნება ახალი ქართული ფილმი არასაკონკურსო ჩვენებით, ხოლო ფესტივალი დაიხურება გიორგი იოვაშვილის ფილმით სიმინდის კუნძული.
ძალიან დიდი მადლობა. არასრულად, თუმცა ძალიან საინტერესო ინფორმაცია მოგვაწოდა ფესტივალის დამფუძნებელმა. ძალიან ძნელია ისაუბროს სრულად იმ პროგრამის შესახებ, რომელიც 6 თვის განმავლობაში გაიმართება. საჭირო არის, რომ თქვენ თვითონ მოხვიდეთ და ნახოთ. დღეში 5 სეანსი იქნება 3 ლოკაციაზე. იქნება კინოთეატრ აპოლოში, ასევე დივანის საკონფერენციო დარბაზში, ასევე ღიაცის ქვეშ. ჩვენ ამ ფესტივალის დაწყებამდე ვაშუქებდით აქტიურად ამ ფესტივალის მზადების შესახებ. დღეს კიდევ ერთი რეპორტაჟი მოვამზადეთ, თუ როგორ ემზადებოდნენ ფესტივალის ორგანიზატორები და მოხალისეები. საკმაოდ დაწვრთული დღე ჰქონდათ, დილიდან ჩამოდიოდნენ სტუმრები, რომლებიც იქნებიან ჟიურიში, ასევე მოხალისეები, ბლოგერები. თუ როგორი იყო მათი დღე და როგორ ემზადება ფესტივალი მომდევნო 6 დღისთვის, ნახეთ ჩვენი რეპორტაჟი. ისე 4 ფილმი გამოგდის დღეში, ჩვენ გადავრჩებით კი, მაგრამ ამ რეჟიმში ცხოვრება ცნობილ ბლოგერებს მომდევნო 6 დღის განმავლობაში მოუწევთ სასიამოვნო დამღლელ პროცესს, რომელსაც კინომოყვარულების ენაზე უკვე 9 წელია BFI ეწოდება, ისინი წლიდან წლამდე ელოდებიან. უკვე შერჩეული აქვთ ფილმებიც, რომელსაც ბათუმის საავტორო კინოს რიგით მე-9 ფესტივალზე ნახავენ და შემდგომ საკუთარ საბეჭდილებებს ბლოგებზე დაწერენ. გარდა ქართულენოვანი ბლოგის ამაქვს ასევე ინგლისურენოვანი ბლოგი, სადაც ძველი ტურისტებისთვის და ვიზიტორებისთვის გასაგებად, რომ იყოს დაწერილი ეს ყველაფერი. ძალიან ველოდები ახალ ქართულ ფილმებს, ეს არის სიმინდის კუნძული, გიორგი ოვაშვილის, ლევან კოღოშვილის შემთხვევითი პაემნები და პატარძლები თინათინ ყაჩიშვილის. ეს სამივე ძალიან მაინტერესებს, იმიტომ რომ არ მაქვს ნახე. კარგად ვარ განწყობილი, იმიტომ რომ თუ საბაბი არ გვექნება კრიტიკის, კრიტიკა არ იქნება. ეხლა ციცენ გამოწვეული არც კრიტიკა მიყვარს და არც უბრალოდ უმიზეზოდ ხება. BFI ჩემთვის არის აი ხა უნდა დამეწერა ზუსტად რა არის და ფიქრობდი ბლოგერების პოზიტიური განწყობა ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ კრიტიკა არ იქნება, თუმცა წლების შემდეგ მათი აქცენტი საორგანიზაციო ხარვეზებიდან ფილმოგრაფიაზე გადადის. მაღალი დონის კინოფესტივალის სტატუსის მიღებამდე, ის რაც BFI-ს აკლია, ყველაფერი მაინც ფინანსებთან. დაი, ხო, არ ვიცი მოგეთ BFI-ს აკლია იცით რა დღეს გავიგებ ზუსტად რა აკლია BFI-ს, ეს არ არის რაღაც მას კულტურაზე გაცვლილი ფესტივალი. საორგანიზაციო საკითხების მაღალ დონეზე მოგვარებას კი ფესტივალის შემოქმედებითი ჯგუფი ამჯერადაც მცირე რიცხოვანი შემადგენლობით, თუმცა კარგი გამოცდილებით ახერხებს. წლევანდელი BFI-ის ძირითადი ლოკაცია ერთდროულად რამდენიმე მისამართზე იქნება. კინოჩვენებები ღიაცის ქვეშ სასტუმრო დივანსა და კინოთეატრ აპოლოში გაიმართება. მაყურებელი კი უნებლიეთ საქველმოქმედო აქციის მონაწილე გახდება. ფესტივალის ორგანიზატორების გადაწყვეტილებით კინოჩვენებების საღამოს 2 სეანსი ფასიანი იქნება და თითოეულ ბილეთში სიმბოლურად გადახდილი ლარი დიმიტრი ცინცაძის ფონდში ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად გადაირიცხება. დასწრება ღია ჩვენებებზე, რაც მომდევნო გასაგებია, რომ რა თქმა უნდა თავისუფალია, ასევე კონფერენც დარბაზშიც თავისუფალია დასწრება, რაც შეეხება კინოთეატრ აპოლოს, ძალიან ბევრი მსურველია და არ არის ადგილი და ყველა ჩიოდა რომ ჯობს იყოს და რაღაცნაირად შევძლოთ გარანტირებული ადგილის აღება. ამიტომ ჩვენ გადაწყვეტეთ რომ რაღაცნაირად ეს პრობლემაც რომ მოგვარებულიყო. ანუ ამისთვისაც გავაკეთეთ ეს და თან პლუს ამას ვიფიქრეთ, რომ ეს შესაძლებლობა გამოგვეყენებინა და გაგვეკეთებინა რაღაც კარგი საქმე. ბათუმში უკვე ჩამოდიან სტუმრები, რეჟისორები, რომლებიც BFI-ის ჟიურიში იმუშავებენ და საკონკურსო ფილმების სერიიდან ყველაზე საუკეთესო დოკუმენტურ, მოკლე და სრულმეტრაჟიან მხატვრულ ფილმებს ამოარჩევენ. საკმაოდ სოლიდური პრიზებია და ფიქრობ ძალიან საინტერესო იქნება გამარჯვებულებისათვის. სოლიდურ პრიზ, კილონახევრიან მოოქროვილ ცხენთევზას ფიგურას კიდევ 6 ნომინაციაში გამარჯვებულს გადასცემენ. საკმაოდ სოლიდურია და საკმაოდ ძიმი, ასე რომ პრიზის გარდა შესაძლებელია სხვა დანიშნულებაც კონდეს ვარჯიშის კუთხით. ერთი შეხედვით ფესტივალის დასაწყებად ყველაფერი მზად არის. შენობებზე გამოკრული ბანერები იუწყებიან, რომ შემოდგომის ბათუმში კინოსეზონი გაზაფხულივით მოდის. ამჯერად ყანჩელის მელოდიებზე. როგორც მიხვდით, წინ ძალიან საინტერესო დღეები გელოდებათ. ფესტივალი ოფიციალურად კინოჩვენებები ხვალ დილიდან დაიწყება 12 საათიდან და დღის განმავლობაში 5 სეანსს აჩვენებენ და კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი, მე-9 კინოფესტივალი ისევე როგორც წინა ფესტივალების მთავარი მხარდამჭერი არის ქალაქ ბათუმის მერია და ხელოვანთა სახლი არგანი.